ამასობაში დაღამდა კიდეც. პინოქიოს გაახსენდა, რომ მთელი დღე ლუკმა არ ჩაედო პირში. კუჭი უჭუჭყუნებდა და მშიერი მგელივით აცეცებდა თვალებს. ბავშვებს საოცარი სისწრაფით ემატებათ მადა და აი, რამდენიმე წუთში პინოქიოს იგი შიმშილად ექცა, ხოლო შიმშილი სვავის მადად. თან ისეთი ძლიერი იყო ეს შიმშილი, ისეთი რომ ხელითაც შეეხებოდით. საწყალი პინოქიო მუხარს ეცა, სადაც ქოთანი თუხთუხდებდა და დააპირა თავსახურს. ლავხდი ერთი ნახო, შიგ რა იხარშებაო, მაგრამ ქოთანი ხომ კედელზე იყო დახატული. წარმოედგინეთ, რა მოუვიდოდა პინოქიოს. ისედაც გრძელი ცხვირი 4 თითზე დაუგრძელდა. მთელი ოთახი მიათვალ-მოათვალიერა. ყველა კუნჭული შემოიარა, იქნებ სადმე რაიმე ვიპოვო. ურის ქერქი, გამოხრული ძვალი, დაობებული მჭადი, თევზის ძვალი. ან აღუბლის ყურყა სადმე როგორ არ ეგდება. ერთი სიტყვით ისეთი რამე უნდა ეყოლა, რომ პირში ჩადება შესძლებოდა, მაგრამ სამისო ვერაფერი ნახო. შიმშილი კი თანდათან უძლიერდებოდა. პინოქიოს მიში შეკავება ისევე არ შეეძლო, როგორც თქნარებისა. ეხლა თქნარებაც დააწევინა და იმდენი ამთმანა, სანამ პირი ურებამდე არ გაეხა. ბოლოს ხნეობა დაკარგა და ტირილი დაიწყო. არა ეჭრიჭინა, მართალი ყოფილა. ამბობდა სულკუნით პინოქიო. მართად, ძალზე მამას გაუპრასდე და შინიდან გაიქცე. მამა ჩემი რომ შინიყოს, თქნარებით ხომ აღარ მოუკვდებოდი. უცებ ნაგვის გორობაში რაღაც თეთრი და მრგვალი შეინიშნა. იგი ქათმის კვერცხს გავდა. თვალის დახამხავებაში პინოქიო იქ გაჩნდა და ის რაღაც ხელში აიღო. ნახა, ნამდვილი კვერცხი იყო. მის სიყრმის საზღვარი არ ჰქონდა. პინოქიო ისე ოცნებაში ეგონა თავი. კვერცხს ხელში ათამაშებდა, ეფერებოდა და კოცნიდა. რა გიყვა ახლა შენ? ლაპარაკობდა თავისთვის. მოდი შეგწვა. არა, ჯობია მოგხარშო. არა, განათებაზე შემწარი უფრო გემრიელი არ არის? ვინ იცის? თოხმოდ გადაყვა ჯობია, ყველაზე მალე ეს იქნება. არა, ყველა საჯობებს გავტეხო თებსზე და ტაფაზე შევწვა. ნერწს ვერ ვიკრია, ფისე მინდა მალე გადაკლაპო. პინოქიომ ტაფა გავარვარებულ ნაკვერცხლებზე დადო და ერბოს მაგიერ ცოტა წყალი დაასხა. როცა წყალი აორთულდა, გადეხა ნაჭუჭი და კვერცხი ტაფაზე დაასხა. მაგრამ გულისა და ცილის ნაცვლად კვერცხიდან თვითონ ღილღილიანი და სრდილობიანი წიწილა გადმოხდა. მან დაბლად დაუბრა თან პინოქიოს და უთხრა. ათასი მადლობა, სინიორ პინოქიო. თქვენ ნაჭუჭის გადეხას გადამარჩინეთ. ნახავთ ის ხურვალე სალამი. თქვა თუ არა ეს წიწილა, ფრთები გაშო. ღია ფანჯარაში გაფრინდა და გავჩინარდა. საწყალი ხის კაცუნა, ნაჭუჭით ხელში, პირდაღებული და თვალებ გადმოქაჩული, გაქვავებულებით დარჩა. როცა შიშმა გაუარა, ისევ წუწუნი და ტირილი მორთო და სასოწარკვეთილმა ფეხები აბაგუნა.
მოლაპარაკეთ ნიჭინა მართალი ყოფილა. მე რომ სახლიდან არ გაგწაულიყავი და მამა ახლა აქ იყო. ჩემი თქომარ მოვკვდებოდი. დაცდილი ყოფილა ჩემი. ახლა კი როცა კუჭი უფრო და უფრო აეწვა და აღარ იცოდა რით გაეყუჩებინა ტკივილი გადაწყვიტა მეზობელი სოფლისა მომკურცხლა იქნებ ვინმე მადლიანმა ერთი ლუკა